შეერთებული შტატების ურთიერთობები ავღანეთთან დაძაბული იყო, თუმცა ჩვენ ვადასტურებთ, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დაუჭერს მხარს ავღანეთს მას შემდეგაც, როდესაც ჩვენი სამხედროები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონმა და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა ავღანელ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართეს. საუბრის მთავარი თემა იყო თუ როგორ აიძულონ თალიბებს შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება. პრეზიდენტი კარზაი მალე გამოიმუშავებს მოძრაობა თალიბანის წევრების ინტეგრაციის პრინციპებს. წევრების, რომლებიც მზად არიან გაწყვეტენ ურთიერთობა ალ-ქაიდასთან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ავღანელ პარტნიორებს და მივესალმებით მშვიდობიან მოლაპარაკებებს, განაცხადა ჰილარი კლინტონმა. ჰამიდ კარზაის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გუშინ დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები და რამდენიმე მრგვალი მაგიდა.